სალომე ეხლა რა უნდა გითხრა ვიფიქრე და გადავწყვიტე და ესე არ გამოვა რატის უნდა უთხრათ აუცილებლად ჩვენი ამბავი გაიგე ხო იმიტომ რომ მერიდება უკვე რატის თვალებში ვეღარ უყურებ სალომე რა ხო კარგი ხო აგნახავ კარგად აბოდროებით აბაშენიც კარგი სალომე აუ ეხლა როგორ უთხრა საიდან დავიწყო ანაირად დავიწყო უი რატი რა კარგია სახში რო ხარ რატი რაღაც უნდა გითხრა რატი საქმე მაქვს შენთან სერიოზული მაგრამ რა არის თან აი სხვენია კარგი რა ბატა რისი სხვენია მეგობრები არა ვართ არ მოგერიდოს ბატა მითხარ და არ შემეშინდეს კარგი რა ისი უნდა შეგეშინდეს რა გამოგირიდო ბატა სავარძლები და დივანი რა იქნა სავარძლები და დივანი ხო რა უნდა მოგიყვან მაგაზე მართლა ის დღეს ვიყავი დივანზე წამოწოლილი ხო და გოგლი მოქვს თქვებდი გაიგე წამოწოლილი ესე ვიყავი და გოგლი მოქვს თქვებდი და თან ფიქრობდი რატის რანაირად უთხრა მეთქი რომ ესე და ხო ხტები და ამ თქვეფაში ესე ნერვიულობაში და თქვეფაში ესე აიწყო მაგრამ ამომეთქვიფა და გადამომეთქვი გაიგე არ დავსწორო მეთქი და გადავჭიქი სავარდეში გადავჭიქი და ხო გორა გადათქვეფირე ესე დასაცმელზე და ეს დივანი მივატქვიფე მე გაიგე ხო მივატქვიფე ამ გოგლი მოგლით მე დივანი რომ მივატქვიფე ვიფიქრე ესეც არ დავაარდე აქ რატო გადმოვედი ამ დივანზე ამ სავარდეზე რატო დავჭიქი არ ვიცი დღესაც რატი ეხლა ვხვდები აქ დავჭიქი ესეც მივატქვიფე დათქვეფილზე დავტოვეს და ესე დათქვეფილი გოგლი მოგლი ვითქვეფილი მოთქვეფილი ეს დივანზე სავარდლები ავიღე და ჩავიტანე ავტოსამრეცხაოში დავტოვე რომ ვიფიქრე იქ კარგად ამოთქვეფავენ მეთქი რა გავთქვიფე? ეგ როდის გაშერება პაატა წარმოგიდგენია შენ როდის იქნებ აუ დაწყები შეხედე პაატა რა მაგარი მოხსია რა მოხსი მიდი რა შეება შეხედე რა საკეთებს რა დისტანცია ბიჭო ახლოს მოდგეხარ ვერ დაარტყავ დისტანცია გამოდი დისტანცია მოიცა ანუ დისტანცია რო მაშინ უფრო კარგად ვტყავს აბა რა ახლოს რო დგას როგორ დაარტყავს პაატა ნახე რა ესე იგი დისტანცია სტუდია გასა რა საინტერესო რატი რა უნდა გითხრა ეს რა ქვია აი დისტანციაზე გამახსენდა ხო ხტები და ეხლა აი რო ფიქრობდი მივხვდი რომ სიყვარული მარტო ბრმა კი არა უნამუცოც ყოფილა ხო რა გჭირს მე არაფერი ჩემ მეგობარს ჭირს რაღაც ვის ვიცნობ? არა შენ არ იცნობ უბრალოდ ჩემ მეგობარს მოწონს ერთი გოგო და ამ გოგოსაც მოწონს რატი ეს ბიჭი და რას ფიქრობ შენ ამაზე აფა მე რა შუაში ვარ შენ რა შუაში ვარ რატი და მოკლედ ეს გოგო არის ჩემი მეგობრის და მეგობრის და? კი იგავარაკია ნუ ნამდვილი ამბავი რატი იგავარაკია რა არის შენ რატი ეხლა ხუმრობ აქ რაღაცეებს და ხომ მითხარი რომ თუ რამე მოგინდეს რომ მითხარო წერა ხომ მითხარი ხო და მითხარი ხო და ეუბნები და აბა მისმენ რომ ხომ მითხარი შენ რომ თუ რამე გინდა რომ მითხარო წერა ხომ მითხარი ბატა დავიბენი რამდენი მითხარი ერთი მითხარი რა გეუბნები მე შენ ერთი მითხარი გითხარი და აბა მისმენ რომ გითხრა აჰა მისმენ აჰა მითხარი აბა ხო და რამე მისმენ ის ხარ გითხარი მე კი ბეკაც სად არიან ნეტა ალბათ მოსაწევად იქნებიან გასულები
ქალბატონო ნესტან, ჩემს დაწინაურებაზე ხომ არის მის რამე? უიგი არა, გამარჯობა ელენე. გამარჯობა. Gagi გეხმურე. ლალი არ არის მოსული. რა კარგი იუმორი გაქვთ. უცხო. ლალი, მეგონა ლალი თქვენთან ერთად არის. მაშინ სასადილოში იქნება. როგორი ყორჩაღი გოგოა. როგორ ყველგან მუშაობს. ხშირი კრეატიული ადამიანია. ძალიან. ქალბატონო ნესტან, პრესკონფერენცია დავნიშნე 3 საათზე. ძალიან კარგი. ხო და ეხლა მოხსენი. მე და ლარი რომ ვიყავით მოსაწევად გასული, იქ მოვილაპარაკეთ, რომ იქითა კვირაში გადავიტანოთ. ელენე, შენ შუს არ მოსწონს ხო ჩოგბურთი? ნიკა გიждდება ჩოგბურთზე. ისი ვარჯიში არ იყო დამთავრებული, რომ ეგრევე გაიქცა. ეს იმიტომ გაიქცა, რომ მალე მისულიყო სახლში, რომ დაეძინა, რომ მერე მალე გათენებულიყო და ისე ვარჯიშზე წასულიყო. უცნაურია. კრეატიული. ლალი რომ მოვა დამიძახე. დიახ. ნიკა. ლალი მოხვედი, ნესტანი კითხულობდა, წეღან საქმე აქვს შენთან. წავალ დაუძახ. მოიცა რა. არ დაუძახო, გეხოცები, ხო იცი მოვა და დაიწყებს ახლა. მოდით მოვითათბიროთ, რამდენი კოვზი შაქარი უნდა ჩავიყაროთ ხოლმე ყავაში. მე ვფიქრობ, რომ ორი ოპტიმალური ვარიანტია, მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს. იქნებ ვინმე ფიქრობს, რომ ნაღები აუცილებელია. არ ვიცი. ელენე, არ დაუძახო, გეხოცები რა. უთხარ რომ თავი მისკდება, ვითომ რომ საქმე მაქვს. ვითომ? კარგი რა ელენე რა. ეგ ხელმოწერილი საბუთები მომეცი ხო მაგიდაზე რო კიდევ. არც ერთ საბუთს არ აქვს ხელი მოწერილი ლალი. ხო და ბარე მომაწერეთ და ისე მომეცი. იცი ხარ გითხარი რა. რატი ის ხო იმედო, ხო, მე მითხარი რა, ეხლა მეგობარია და რაღაც უნდა მითხრას. ისმენ მითხარ. ხო, მოკლედ გითხარი. ხო. რას გეუბნები რომ? რა, საბა? ხო და ის გითხარი. მე გითხარი და რითვეგარ გითხარი. არ დაგავწდეს, მე მითხარ. მე გითხარი. გამარჯობა ბიჭე. გამარჯობა. სწორედ უნდა წავიღო დღეს ჩემი ემზას დაბადების დღეს. მოსალოცად გქონიათ ქალბატონო, საქმე გილოცავთ. და რას ველოცავ? დღეს კი არა აქვს დაბადების დღე. დავაგვიანეთ, გუშინ მქონდა, ხო? არც გუში, 3 თვის წინ მქონდა, მაგრამ მე ვიყავი ჩემი ინდირასთან საბერძნეთში. დღეს დაუპატიჟე ყველა და პატაბა შენც ყველას კამი უნდა წავიღო. ხო, მაგრამ ყველას კამი რო წაიღოთ, ქალბატონო, დივანი აღარ გვაქვს, საუჟლიბერი გვაქვს, რა ვქნას მე ჩვენ? აი მე ეს კამი არა გვაქვს, სადინებელში არა გვაქვს კამი. კი, ორი. ხო და ისიც გამომიტანე და მეყოფა. დიდი და მიდი გამოსიდე. იცი და ჩემი ზოვლებს გამოვართმევდი, თქვენთან არ ამოვიდოდი, მაგრამ თქვენ კარგი კამები და ძილში აქ ქეჩა და იატაკს არ გამიფუჭეს. თანაც რაღაც მოუხერხებელია და სტუმრები დაიღლებიან, წელიეს კატკივას და ძალიან მალე წავლენ. აი ეს ორი სკამია. ერთი კარგია და აი მეორეს ამას ფეხი აქვს მორყეული. ამას? ხო. აი ამას ჩემს დაუდგა. არაკდება ხო იცი? ქალბატონო, რა უნდა ხეხა ვიქროდი და ბარე მაგ ხوار მოიყვანდი თქვენ სტუმრებს, ჰა? უი არა, აქ ვერ დაეტევიან, ხული ოთახია და. გაიტანე, დააწყვეთ მან და იცი რა, ლიფტთან დააწყვეთ, მე ჩემი ემზარი ამოვა და წაიღე. მაგრამ ლიფტში შეიტანე რა და ხო იცი მეორე სართული თეთრი კარები და სპილენძის ნალიაკრია კარებზე. ისა ქალბატონო, კაკი ემზარი წაიღებსო. ხო იცი რანაირი ტიპია, მორიდებული, ვერაფრით ვერ ამოვიყვანე. თუ გეზარებათ, კი არა ვარ კარგად წელის მტკივარ, სუდა თავარ ასაკში ვარ, წავიღებ როგორმე ნელ-ნელა. აი მე რა სუდა თავარ, მაგრამ რა ვქნა? თქვენ გაყვარაფერი არ გამოვარა.
და რას გეუბნებოდი რითვე არ გითხარი მართლა მომისმინე ხა სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთან და ჯობია რომ დავჯდეთ სად დავჯდეთ მაშინ სამოცეთ ბატა ასკამენ ხო რატი მომისმინე ერთი წუთი ნუ ხუმრობ ერთი წუთი რატი რაღა იქნება რას გეუბნები აბა მომისმინე ხა მოკალეთ რატი მე შენი ამ მომწონს რა მითხარი რა გითხარი და ის შენი მეგობრის და არის მეთქი სინამდვილეში არის შენი და სალომე რო ვერ გავიგე რა უნდა გითხრა სიცოცხლე უნდა მეთქვა სიცოცხლე ჯანმრთელობა სიცოცხლე აიცა პატა შენ გონია რამის გამომაპარე ბიჭო რას მეუნები რომ მეგობრის დაო მეგობარი ლაშას და ელენე რა გამოდის რომ პატას ელენე მოწონს შეხედე უიცა Facebook-ზე დამიმატებ ვიცი ვაშა ტორონჯაძე შენ ძმა? კი. კაი ბიჭია. აუ ძალიან. კაი მაშინ დავიმატებ. და ცოლიანია? აუ ძალიან. ელენე რატო არ დამიძახე? გადააბიწყდა ხალბატონესთან. დაღლილია და ესეც ხო ადამიანია. კარგი, თამაშობთ და უი, კაი იდეა. ელენე შენ არ ეწევი? არა, მე არ ვეწევი. დედა მყავს ექიმი და სულ მიყვება სიგარეტით გამოსდეულ საშინელ დაავადებებზე. ესე იგი, კანის ნაადრევი სიბერე, ფილტვის კიბო, უშვილობაზე და იმპოტენციაზე საერთოდ არაფერს აღარ ვამბობ, ნაადრევ სიკვდილსაც კი იწვევს. მაგრამ ახლა ისეთი კარგი სიგარეტები გამოუშვიეთ, სასარგებლოც კი ასია. ძალიან კარგი. მე დავალი წავალთ მაშინ მოვწერთ თან დაწინაურებასთან დაკავშირებით მინდა რაღაცები რომ მოვითათბიროთ. ვიცა უჩემოთ უნდა მოვითათბიროთ. სამაგიეროდ ჩემ ჯამთელი ფილტვები გექნება ელენე. არ დაგიგიათ მოწვევის დროს ლაპარაკი არ შეიძლებაო. არც მე. კარგი სალომე რა იყო ეხლა რა მოგივიდა კიდე გაბრაზებული ხარ რა არის ვერ გავიგე მორჩა სალომე კარგი დამთავრდა კარგი რა იყო ეხლა რა არის წვიმა იყო გადაიღო ზემპილი დაიბანა კარგი სალომე ზემრა სალომე პირი დაიბანა სალომე რა იყო რა მოგივიდა მორჩა სალომე ეხლა გამარჯობა შევკვეთა რამეს კი ყავს შენ მე არაფერი არ მინდა, მაგრამ ერთი წუთი მოდი. ისე ყავა ძალიან ცხელი არ იყოს, მაინც დაჩხობრები ვართ, გაიგე? ჩემსაც ნაცნობი თემაა ეს. სხვათა შორის, მე და იმას იცი რამდენი ხანი არ გვიჩხუბია, ეს თუნდა დაურეკო. მიდი, დაურეკე მიდი. მიდი დაურეკე მიდი. სალომე. ხო და ის ფილმი რო გიყვებოდი ახლა ვეღარ დავამთავრე მოდი გითხრახთ მოდი რაღაცა გაქაქ მოდი უნდა მოგაშოროს სალომე ის შექმები რატო არ არის ცოტა ის თქვენ ყავა უკეთრავად ყავა მე გითხარით თქვენ ერთი წუთი მე აქ ვიდექი ყავა მინდა აქედან გავიდე ნახართ, ესე იგი, გეხუწებთ ადგილას მაინც მოიცვლით, თორემ მე კიდე ეგ მინდა. თვითონ გავარკვევთ. კარგი, დიდი მადლობა. კარგი, მადლობა თათია, მადლობა. მომენტ ჩემი ყავა. ყავა, რა თქმა უნდა, მოდი. მოდი, აიღე ყავა. მოდი, სალომე, აიღე ყავა, რა იყო, რა მოგივიდა. მოდი, აიღე ყავა, მოდი, ხო, აიღე, მოდი. შენ საერთოდ ვერ ხვდები, ხო რა გააკეთე? გავაკეთე სალომე რა იყო ვერ გავიგე მთელი 1 საათი გელოდებოდი გარეთ წვიმაში მე რა ხომ მოვედი 1 საათს მერე მოხვედი მაგრამ სხვაგან ხო რა ვიცი პრინციპში მართალი ხარ იქ სადაც მე მივედი იქ არ წვიმდა და რა ვიცი
ძალიან გაბრაზებული ვარ პაატა. კარგი სალომე, რა იყო? არ გიყვარს გაზაფხული წვიმა, მე გიჟდები გაზაფხული წვიმა. კარგად იყავ. სალომე, ერთი წუთი, სალომე. კარგად იყავ. ერთი წუთი გაზაფხული წვიმა, სალომე, ჟიჟუნა წვიმა, წკაცკუ. პაატა, იჩხუბეთ ხო? ხო. რატომ იჩხუბეთ? რა ვიცი მე, აი სიტყვივად, არაფრის გამო, ვერ გავიგე, რატომ ეჩხუბება, ვერ გავიგე თათია. ჯერ მეჩხუბა, აივანზე რატო გამყინეო. გამყინეო, მე მეჩხუბა 1 საათი ჭიმაში მალოდინეო, ვეღარ გავიგე, რა გავუკეთო, არაფერი არ დამიყრია მე მაგისტრის. მართლა? ო, მართლა, აბა. და რა მართლა ჩუქე? უი, მარტია უკვე. 32-33. Მოშობდია, რა საკეთე? ტელევიზორში ვითვლი მელოდებს. მე 5 ახზე გადათე, იქ უფრო ბევრი მელოდია. ამდა ჩვენ აზოში გადაიხედე, ემზარი, ესა, ისა. კარგი რა ნიკა რა, კარგი რა. ამერია, ეხლა თავიდან უნდა დავიწყო დაცვა. შენც იმდენი საქმე გაქვს, მაგაში ხوار დაკარგავ დროს. შენ მაგ დრო თამაშობ, ისწავლე ყველაფერი? კი, ყველაფერი. ლაშავიდია, მათემატიკას ხვალ დავწერა. არა დღეს დაწერ. მიდი კარი გააღე. ამცალია, მე მათემატიკა უნდა ვიმეცალია. ხო, კარგი, მათემატიკას ხვალ დაწერ, ახლა კარი გააღე. გამარჯობა. სალამი. ახლა რატომ შემოვედი მე? მოიცა პირდაპირ იწყებთ ეს თეატრზე არაფრის მოყოლას არ აპირებ? არა. ახლა მეჩქარება. მე მოგიყვებით მაგარ ამბავს. მთაში მომვიყავი 1999 წელს იმაზე. შავის მოზარდ მაყურებელთა თეატრში იდგმებოდა კარლ სმიტის უსინათლო ცხვარი. მე თამაშობდი მაგას მერე მოყვებით, ხო? ხო, ამას მერე მოვყვები. ახლა საქმეზე ვარ შემოსული და მეჩქარება. გისმენ, დიახ. არა, შენთან არა. ნიკასთან მაქვს საქმე. აჰა, ნიკასთან. სამსახურში ვშოულობ, ჩემთან საქმეც აღარავის აღარ არის. ამ ტელევიზორში მელოტებიც აღარ არის. ნიკა, ჩემთან იყო მოსული ნუნუ. სტუმრები მომდიანო, რაღაც სუფრას ვაკეთებო. აქაც იყო შემოსული ხახვი, კარტოფილი და ყველი წაიღო. ხო, მითხრა, ვისრო წრეში ვაკეთებო სუფრასო. და თან რა მითხრა იცი? შენ მინდა იყო თამადაო. ხა მე რა უპასუხე? ჩემი თამადობა და ეს ვიწრო წრე ერთად არ გამოვამეთქი. შაყინდოი ვარიანტი რა. ახლა რას მოვაყოლე ეს ყველაფერი? აი ამ რველს რომ უყურებთ, ეს არის შედევრი. სოფლიო დონის შედევრი. ქართული საფრთხეები. შედევრია კი. შენ კარგად მოგეხსენება ლაშა, თამადისთვის არ არსებობს პატარა და დიდი სუფრა და მეც მინდა შესაბამისად მოვემზადო. გესმის შენ? ხო. მე რა შუაში ვარ? შენ რა შუაში ხარ და აი აქ შერჩეული და მონიშნული მაქვს საბრძოლოები. შენ უნდა გადამიწერო ეს რვეულზე. ხო. რვეულში ფუცელზე უნდა გადამიწერო, მე არცალია და ეს საქმე გამიკეთე, ჩემონიკა და მე მაგარიჩი ჩემზე იყოს. არ მიყვარს მანდარინი. მანდარინი კი არა, მაგარიჩი, შვილო, მაგარიჩი. ლაშაბიძია. მაგჩანიჩი თუ კარგია თუ ცუდი? რა ვიცი, გააჩნია ნიკა. მაშინ ამცალია მე სასწაული მაქვს. რა გაქვს სასწაული შვილო? ქართული. ნიკა, აი ამ რვეულში რომ ლექსები წერია, ამაზე უკეთესი, რაც დაიკითხავ. სვიმონ ბოტკოველი ჩემო ბატონო, ციური კიკნაველიძე. 1-2 ჩემი ცურებია. მოგისმინე, მოდი თქვენ არ სწავლობთ ბოტკოველს? არა. აი ტყობა ამოიღეს პროგრამიდან. ეს არის ლაშა, გადაგვაჭიშეს. თითქოს გუთანი შრომით დაღლილა.
თითქოს ყანსაც არ შესწევს ძალა. გენიოსია ბოტკოველი. აი, გამომარჩევ. ისე აი ამაზეა ნიკა ნათქვამი ჩემი წერა არ მინდოდა სხვისი მაწერებინესო აი მაგაზია ვისი არ მეცნობა ხალხური ხალის უბეში მარგალიტები ხეხი ეგარა ეს ადრეა ჯერ შენთვის ბოსი მაგასაც მოესწრები აი რაც მონიშნულია ის გადამიწერე კარგი აი ეს გადამიწერე წავალ ახლა მე უნდა ვირეპეტიციო კი ბატონო ესე იგი ბოტკოველი ყავს იქნაველიძე ყავს ვის თამარის ხთა გაბუნია ავა წინი კარგი რამე მაგარი რაც გაქვს ის მომიტანე უნდა დავლიოთ თორე სუდათ ხო რამე მაგარი სასმელი სასმელი ხო სასმელი რამე მაგარი მომიტანე რა ოი თქვენც იჩხუბეთ ხო ჩემთვისაც რანაცნობი თემა არა ჩხუბი არაფერი ამ ყველა ჩხუბი როგორ ახარ ზურა მოდი დაჯეში ვეღარ დაგინახე დაჯეში თუნდაც ყურადღება ცოტა დაბნეული გოგოა და ხო რაშივი როგორ ხარ აბა სად იყავი ნახე ელენე შერიგდით ილაპარაკეთ აქინით რა ხდება ბოლო არა ელენე არ მინახოს ნიკა მყავდა სასეელოდ ისიც მთელი გზა მეუბნებოდა შერიგდითო და მოიტანს ეს გოგო რამე კი მოიტანს ისა თათია ორი ლუდი მოგვიტანე არა პატა ლუდი არ მინდა რამე მაგარს დავოლებ დამაცადე მე ვიცი რასაც სოკენ დამაცადე ხო იქა დამნეული გოგოა მეთქი ორი ლუდი მოგვიტანე თათია ორი ლუდი ხო ორი ლუდი ხო და ის არა ხე ნიკამრაო რა შერიგდითო ხო სულ მაგაზე ლაპარაკობს ხო მე აბა როგორ პატა ამდენი ხანი ერთად აღარ ვართ ცოტა ძნელია რა მესმის სურა შენი მაგრამ ეგრეს არ შეიძლება ეხლა აი რა იცი მოდი ესე შევხედოთ აბა საკითხს შენ ელენეს ხო უყვარდი ხო შენც ხო გიყვარდა ელენე ხო და მე ეგ არის ზურა სიყვარული ერთია და სწორედ ისეთი არის მარადიული აბა ხო შენ და თეკლარაშვილი რაღა დროს მე და თეკლარაშვილი დიდი მადლობა თათია დიდი მადლობა გოგითხარი მაგარი დაბნეული ტიპი ისი რა მაგარი ტიპია მაგრა დავამუღამე მე მაგარი ხო ზურა მოკლედ რა ხდება მე რასაპირეთ არ ვიცი პატა რაღაცა მცდელობები მქონდა ელენესთან მაგრამ რო გითხრა ლაპარაკსაც ვერ ვიწყებთ ისიც კი არ ვიცი რას ფიქრობს უნდა შერიგება არ უნდა კარგი ზურა მომისმენ შენ მაგაზე არ გატყოფო ახლა არ ინერვიულო მე მოვაგვარებ მაგ საკითხს კი მე მოვაგვარებ იმიტომ რომ მე და ელენეს ხოთაშური ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა გვაქვს შეგვიძლია დავждეთ ესე ერთ-ერთი და ვილაპარაკოთ რას ფიქრობს მომავალზე რა გეგმებია არაფერს არ დამიმალავს ერთმანეთს არაფერს არ უმალავთ არაფერი არ გვერიდება აი ესეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს ფაქტიურად დადმასავით ვარ ზურა მე და ელენე ხო მართლა კი როგორ დადაძმა კი მადლობს არაფერს რა მადლობა როგორ გეკადრება ელენეს ტელეფონის ნომერი გაქვს ხომ შენ კი ხო ჩამაწერინე ყინული არ მოუტანია ისა თათია ორი ფენოვანი ხაჭაპური მოგიტანე მოდი გავავლოთ ცხოვრების ზღ მაშაბიძია ზღზე რა სიტყვა იწნება? ზღარბი რა ვიცი. ზღარბი? მოდი გავავლოთ ცხოვრების ზღარბი. ავიჩემენ რა სისულელეს ვაკეთებ გავა და ვიჩვი მელოდებს ავდგები გადადა დავიჩვი მაღლებს კაცო
აჰა, ერთი. ლაშაბიძია, დამიხმარე რა. რაში დაგეხმარ? წაკითხოში რაღაცა ვერ ვკითხულობ. მაჩვენება. ორჭანაში ორთაშუა, გარაჭულა ორჭალაში. ლაშაბიძია, ეს მთვალმა როგორ უნდა დაიკითხოს? მე რო ფხიზელმა წავიკითხი ხო გავიგე რა. ნიკა მიდი გააღე. შენ გააღე, მე მუშაობ არ მცალია და საერთოდ ჩუმად იყავ ხელი მეშლება. მოდი რატი მოდი. გამარჯობა. გამარჯობა. საქმე მაქვს და დასალაპარაკებლად მოვედი. შენც ნიკასთან მოხვედი? არა, შენთან. მოდი დაჯექი. აბა. ესეთი კარგი ამბავი თუიო. არა ესეთი კარგი, რატომ მიმავალ დილაშა? ნუნუ სუფრას აკეთებს? არა, რა ნუნუ სუფრას აკეთებ? მე გელაპარაკე პაატაზე და ელენეზე. ხო. ირკვევა რომ თურმე მოწონთ ერთმანეთი. რას ლაპარაკობ? საიდან მოიტანე, ვინ გითხრა? ვინ მითხრა და პაატა მითხრა დილით, ხომ უნდა იცოდე ყველაფერიო, მე და ელენეს მოგწონს ერთმანეთიო. ბიჩიც კარგი, გოგოც კარგი. ელენ ელენეს მოწონს პაატამ გითხრა მოგწონს ერთმანეთს მოიცოდე რატი მოიცოდე ახლა შენ ისე თქმა გინდა რომ პეტო უნდა გახდეს ნიკას მამა? ხო, ეგრე გამოდის. მოგიკვდეს ბიძაში. ნიკა, მოიცა ჯერ არ უთხრა. ნიკა! ნიკა! ჩემი ხმალი მომიტანე. არ გაქვს შენ ხმალი და თუ გინდა შენ ბიტკოვს მოგიტან. ლალიმ სამაგიერო ჩემ ჯანმრთელი ფილტვები გექნებაო, წარმოგიდგენია თეკლა? რა ვიცი, ელენე, რა წარმოდგენა მინდა? მთელი სამსახურის ისტორიები სიტყვასიტყვით მომიყევი და თან თამაშობდი. კარგი რა. უბრალოდ ხო იცი არა როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს დაწინაურება. ბოლოს და ბოლოს პრინციპის ამბავია და მეტი არაფერი. ხო, ну კარგი, ხელფასისაც. იცი ელენე, რამე საერთო ინტერესი რომ გამონახონ ესტანთან. აი მე თეკლა მეტი რა აღავქნა, ნიკა ხო შევიყვანე ჩოგბურთზე, სადაც ლალის და ნესტანის დაყავს ბავშვი. ეხლა კიდე სიგარეტი გამოხდა. თეკლა, მოვიფიქრე. ვაიმე ელენე, მივხვდი რაც მოიფიქრე. კარგი რა ელენე, გაგიჟდი. რატო გავგიჟდი? არ გაგიგია, მიზანი ამართებს საშუალებას. ხო, ვიტყვი რომ ვითომ მეც ვეწევი, მე გოგოებთან ერთად გავალ მოსაწევად. ხო, ხა ერთმა ღერმა რა უნდა მიქნას დღეში? არაფერი, მე ნესტანი კარგად გამიცნობს, დამაწინაურებს და მე თავს დავაწყო. ელენე მეგონა, ელენე ნიკას აწებინებდი მოწევას. კარგი რა ჩოგბურთიო და რა ვიცი. ისა. უი ელენე, იმ დღეს შენი უფროსი ვნახე რესტორანში ქეიფობდა და სმასაც ხომ არ დაიწყებდი. ვეწევი. მომე სიგარეტი. მე საიდან? ხო, ჯანმრთელი ფილტვები გინდა რომ გქონდეს, ხო? მოიცადე. თათია, ერთი სიგარეტი თუ შეიძლება. რომელი? აი სამსახურში რომ დააწინაურონ ეგეთი გაქვს? აი მე მოგიტანე რა. მოიცადე, ეხლა აქ უნდა მოვწიო? ხო, რა იყო? არ მინდა რომ ვინმე დამინახოს, იმიტომ რომ მე ნიკას ეტყვის. ვინ უნდა დაგინახოს ელენე? ნუნუ. მაგრამ კარგია მე ელენე, კარგია. ნუნუ რომ დაგინახავს წავა და მოუყვება თავისუფლად ინდირა საბერძნეთში რომ ყავს. მე ეს ინდირა ადგება მთელ საბერძნეთს მოსდებს ამავე საბერძნეთში ხო ის კრიზისია, მაინც იჭორავენ მაგაზე მეტი საქმე არ იქნება. მე საბერძნეთიდან ეს ამბავი ევროპაშიც გაზრონავს, მათ შორის საფრანგეთშიც. მე გაიგებს სარკოზი დარეკავს შენთან საფრანგეთის საელჩოში და ერა ლაპარაკება ელს და ეტყვის, ხომ დაიწყო ამ გოგო მოწევა და აღარ აწინაურებთო? აი მე თეკლა რა მაგარი იქნება თუ დამაწინაურეს.
ხო, და მე სიგარეტის კოლბებს დააწერენ, მოწევა იწვევს ნაადრევ სიკვდილს და დაწინაურება. ისე არ ვიცოდი თუ ეწოდით როგორ. არც ჩვენ. თეკლა მოწევ. არა, იყოს მე ისედაც კმაყოფილი ვარ ჩემი თანამდებობი. ხო, ჯამრთელი ფილტვები. წარმომიდგენია ნესტანის სახე, რო დაინახავს რომ ვეწევი. თეკლა ვითომ ნესტანი ხარ? მე? მკითხე, ხო, სიგარეტი გააქვს? ელენე სიგარეტი გააქვს? კი. აუ გაწინაურებ. ელენე. აუ თეკლა რართული ყოფილა ეს მოწევა? ხო, საერთოდ დაწინაურება ელენე არასდროს არ არის ადვილი. თათია, შეხვეწევი. მასწავლე როგორ უნდა მოვწიო? აუ 2 კვირაა რაც თავი დავანებე. აუ რა ცუდია. კარგი, მომეცი გასწავლი. და ისე რა თქინდა მოწევის სწავლა? ეს სამსახურში უნდა რომ დააწინაურონ. გასაგებია. ხო. აი, იცი რა მასწავლე, რაც მარტო მწეველებმა იცით. ხო, ეხლა მე გასწავლი გამოგადგება საქმიანი ქალის მოწევას. ეს იგი ფეხზე გადაიდებ და აი შეეწევდეთ ამ ფიქრობ საქმეებს. შკარად საქმიანი ქალია. განაყრებული კაცის მოწევას ესე კარგად მოთავსდები და იდახს მაღლა აწევდა. ელენე ნახე როგორი დანაყრებულია. ხო და ეხლა და ეს ეგ რომელი მოწევაა? აი ეს 2 კვირა რო დანებებული გაქვს და მე რომ მოწევდა გრძნობ რომ ბედნიერი ხარის. კარგი, ის მივხვდით, დავიგეთ. არა, ვერ გაიგე, ელენე, ვაიმე კლიენტები. ხო, უკაცრავ. ხო. ისა ელენე დაიმახსოვრე რამე? კარგი, სახლში წავიდეთ, მე აივანზე ივარში წავედით. თეკლა, ვერ წამოვა. რატო? თავბრუმე ხვევა და ვერ ვდგები. კარგი ელენე, კარგი წამოდი რა. არა თეკლა, დაჯექი ცოტა ხანი ვიყოთ რა. კარგი, მაშინ ყავა თათია. არ მჯერა რა, არ მჯერა რა, ელენე და პატა. არა, არ მჯერა რა, არ მჯერა იძახე ლაშა შენ და აგერ რატო შემოვიდე და მითხრა პატამ ყველაფერი მითხრა. არა, როგორ ჩემი საკუთარი და ჩემ საკუთარ სახლში. არა ეს ელენეს სახლია რა. არა, ჩემი საკუთარი და თავის საკუთარ სახლში. ასე არ გამოდის ხო? არა, არ ვიცი რა, გავგიზდები, გადავირები აღარ შემიძლია. ელენე, ნუ გიშინია, ლაშა ვერაფერს ვერ გაჭირს საერთოდ. ცოტა ხანი ძალიან ახლოსაც ნუ დაუდგები რომ არ იგრძნოს ეს სიგარეტის. ისე რომც გაიგოს რა, მე შენს ადგილას ვეთხოვდი. არა თეკლა, ლაშას არ უნდა უთხრა. რატო? რა არ უნდა მითხრათ ელენე მითხარით? რანაირად უნდა გითხრა ის რაც არ უნდა გითხრა. ხო, ისე ხო? ხო, და ის ნიკა სად არის? ნიკა თორნიკეთან წავიდა, ბურთი წაიღო, მათემატიკა უნდა მიმეცადინოთ. ელენე, დაჯექი შენთან საქმე მაქვს. არცალია ლაშა. ხო, არცალია, მე და ელენე ყავა უნდა დავლიოთ. ხალიფიც როგორ მიყურებს? ხო გითხარი, დაფნა უნდა დაგეღეჭა რა. ამაზე ლაშა. როგორ? ელენეს სამოვიდი, ხო სახში? მოვიდა. ხო. ელენე, პატა მოვიდა. გამარჯობა პატა. გამარჯობა ელენე, როგორ ხარ? ვიცი, მე თქო, მე მგონი ისევ თავბრუ დამახვა. თავბრუსაც გახვევს, ხო უკვე თავბრუ.
ყავას დალე. არა, არ მინდა, ყავა არ მინდა, მადლობა. მოიცა, მე აქ აღარაფერს წარმოვადგენ აქ. მე თვითონ აღარ ყოფილვარ, მე აღარაფერს აღარ მეკითხებით? ლაშა, გინდა ყავა. ისე დავლე ხო? პაატა მოდი აქ დაჯექი. რა ხდება ლაშა რა? მოდი დაჯექი. მოდი აქ, მოდი. დავჯექი, რა ხდება მე? რა საქმე გაქვს შენ ელენესთან? რა საქმე უნდა მქონდეს ლაშა მე ელენესთან? უნდა დაველაპარაკო ადამიანთან ლაპარაკი მინდა, მაინტერესებს. მინდა რომ ერთ-ერთზე დავჯდე და დაველაპარაკო, მაინტერესებს. რას ფიქრობ მომავალზე, რა გეგმები აქვს? ო, ლაშა, უნდა დაველაპარაკო, აბა, როდემდე უნდა იყოს ესე, კაცო, ცოტოა, კაცო, რიკა უმამოთ ამდენი ხანი. კიდე დალი, ხო? უყურე ამას, კიდე დალი, ხო? დამცინი კიდეს, არა? რატო დამცინი? არა, დამცინი კიდეს, ხო? მე ყველაფერი ვიცი. რა იცი? რატი იყო შემოსული და ყველაფერი მითხრა შენზე და ელენეზე რომ მოგწონთ ერთმანეთი. რა? ია. კი, მითხრა რომ პაატას მოწონს ელენეო. მოიცი. და ელენესაც მოწონს პაატაო. კარგია ელენე, კარგია. რა არის ხო ისი მე შეგიყურებ როგორც დააგდა, რა არის ხო ვერ გავიგე. ერთი წუთი ახლა მე საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე რაზე ლაპარაკობ. კარგი, ახლა ელენე არ გინდათ ეს რატი მითხრა ელენე და პაატაო. აი მე გაიგე ესე იგი ვითომ მე და შენ მოგწონს ერთმანეთი ლაშა რა გჭირს ხედავ რა თქო ვითომ ეგ რატი ვერ გაიგო თორე სინამდვილეში რატი კარგად ვერ გაიგო სინამდვილეში მე მოგწონს რატის და სალომე გაიგე რა თქვი? რატი დაწნარდი დამში ჩემთვის რო ეთქვა ახლა პაატა შენი გამომწონს რომ მე არ გავბრას. არა რა თქვი გაიმეორე? რატი რა ვთქვი და ეთყობა ლაპარაკის დროს დამასლო კიდე და შენ კიდე მოგესმა რომ ვითომ შენი გამომწონს ეხლა აქ ისე ჩაიხლართა სიტუაცია და ისეთი საინტერესო ხდება რომ ერთხელს მოვწერდი. ესე იგი შენ რომ მიყვებოდი გოგოს ხვდებიო მომწონსო ჩემ დაზე ამბობდი? კი რატი შენ დაზე ამბობდი კი მოიცა რატომ მიყვებოდი მაშინ? რატომ მიყვებოდი ეხლა კაცო მეკითხებოდი და უძელი ხო არ ხო უნდა მეპასუხა არა? აი ეხლა გავბრასდი რა. აი ეხლა გავბრასდი ეხლა აი რა რა მოგივიდათ კაცო ვითომ მინდოდა ცოტა შემეშინებინა ცოტა ვითომ და ცოტა ცოტა კი არა მაშინ მოიცადე ეხლავე აბა რას ვისო? მიდი გოგოებო დატრიალეთ ეხლა თქვენ. მოიცადე? ეხლა. აჰა, შენც მიღალატ ელაშა? ანუ გარბი ხარ ეხლა დაგეწევი ლაშა. მოგალატე შენ. აიმე, რა გარბი ხარ ლაშა დაგეწევი შენ სუქანო შენა. დაგეწევი. შენ სუქანო შენა. შენ ლაშა შენა. რატი? გეუბნები გაანებე შენ მეგობრებს თავი მარტო არ მომიყვანო.
ლაშა, ჩუმად უნდა გეთქვა. ელენე ხვინო ჩამოასხი, რატის თვალებში შევასხავ, აეწובה. ლაშა, დისტანცია დაი. თემა, დანაიხე და დაჭერი. პური. ლაშა ბატონი საიმე პაატა ლაშა უგონოდ არის მე მითხარი რა ვქნა. რატი? განების შემეგობრებს თავი და მე გამისწორდი რატი იცოდე? დალე? რა დავლებ რა ეხა? მატყუებდით აქ? მე, ჰა? შენ რომ მატყუებდი, კარგი იყო, მოდი დაჯექი რა. არ მინდა. აღარ ხარ შენ ჩემზე გაბრაზებული? აი რა გაბრაზებული, პაატა, კარგი ბიჭი ხარ, ჩემიდანაც კარგი გოგოა, უბრალოდ ძალიან მეწყინა რომ ესე დამთავრდა ყველაფერი რა. რა დამთავრდა, რატი? ჩემადამ დამირეკა გუშინ, მითხრა რამოდენიმე თვით ესპანეთში მივდივარ. რატი? რა? მოიცა ეხლა შენ ეს ყველაფერი იცოდი და მე ვიმალავდი რატი? მოიცა, არ ვიცოდი. ვიმალავდი არა. ეხლა მე გავბრაზდი. შუქი არ ჩააქოს, ხო იცი სიბლელის მეშინია. გამიშვიგეო. კარგია, კარგი მოდი. არ ეხლა აგეთები გამიშვებ კიდევ. ამდიკო გამიშვი სინათლე უნდა შოუქრო გამიშვი. მინდა მორიგის ადგილზე შემოვთავაზოთ. მოდი გავავლოთ ცხოვრების ზღარბი. ზღარბი საღლები დაუთქვას მე, ვიდა ჩემო. ზღარბი ხომ სათნოების, მეგობრობის, ვარკაცობის სიმბოლოა. ქართველ ადამიანს ოდითგანვე მოსწონდა და უყვარდა ეს შესანიშნავი ცხოველი, ზღარბი. ზღარბს გაუმარჯოს. მიირთვით, თოთ. კაბადრონ. მანდილოსნებს გაუმარჯოს. მანდილოსნები ხომ სუფრის მარგარინები არიან. გავილახები დღეს. მანდილოსნებს გაუმარჯოს. მანდილოსნები ხომ სუფრის